მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა სულ რამდენიმე წუთის წინ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დაუსწრებლად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს ირაკლი შაიშმელაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სავარაუდოდ ახლა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ უკვე ოფიციალურად ირაკლი შაიშმელაშვილზე გამოცხადდება ძებნა. რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, პროკურატურა ამტკიცებს, რომ საქმეში დევს ვიდეო ჩანაწერები, სადაც ირაკლი შაიშმელაშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს ძალადობრივი მეთოდებით შეიცვალოს ხელისუფლება, ასევე მათი განმარტებით შაიშმელაშვილი მოუწოდებდა პოლიციის მაღალჩინოსნებს და მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომ არ შეესრულებინათ მათი სამსახურეობრივი მოვალეობა. სწორედ ეს ჩანაწერები დევს მისი პროკურორის განმარტებით საქმეში, თუმცა საქმის პროკურორი ვერ იხსენებს მაგალითად ციტატებს ირაკლი შაიშმელაშვილის მოწოდებიდან და ვერ ამბობს მაგალითად კონკრეტულ ფაქტებს. ამ მიმართვას ჰქონდა თუ არა რაიმე შედეგი და რომელიმე პოლიციელმა არ შეასრულა თუ არა საკუთარი საქმიანობა. დაცვის მხარის განმარტებით კი ეს საქმე თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკურად მოტივირებული. იურისტები განმარტავენ, რომ ახლა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ისჯება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის წლების განმავლობაში იკავებდა საკმაოდ მაღალ თანამდებობას და მან უარი განაცხადა ამ პოსტზე მუშაობის გამო. საქმეში არ მოიძებნება არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ირაკლი შაიშმელაშვილის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებას. ბრალდების მხარე ნამდვილად გეთანხმებით ვერ გაიხსენა ვერც ერთი ვიდეო მასალა, სადაც ირაკლი შაიშმელაშვილი მოუწოდებს ან ძალადობის დამხობისკენ, ან რაიმე მოწოდება პოლიციელების მიმართ. ერთადერთი მოწოდება რაც არის, ეს არის ვიდეო მასალებში, რომ პოლიციელებს მიმართავს ბატონი ირაკლი შაიშმელაშვილი, რომ ხალხის მხარეს დადგეს და ხალხის მხარეს გადმოსვლა ნიშნავს, რომ არ გამოიყენონ მათ მიმართ ძალა, როგორც მოხდა ნოემბერში და დეკემბერში. ამ ეტაპზე რაც არის წარმოდგენილი, ეს არის მოძიებული სოციალურ ქსელებში გავრცელებული აუდიო-ვიდეო მასალა, თუმცა საქმეზე გრძელდება გამოძიება, მათ შორის დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად. რამდენიმე ჩანაწერი ამ ეტაპზე იდენტიფიცირდება როგორც სამ რიცხვში გაკეთებული მოწოდებები, თვითონ ინტერვიუს შინაარსიდან გამომდინარე, თუმცა დეტალურად ამ ეტაპზე ჩვენ მტკიცებულების ასე ვთქვათ დეტალური განხილვაში ვერ შევედი. დღეს იყო ის მოწოდება, რომელიც ირაკლი შაიშმელაშვილმა პოლიციელების მიმართულებით გაავრცელა ან აქციის მონაწილეების მიმართულებით. კიდევ ერთხელ გამეორდები დეტალურად მტკიცებულებების განხილვას ამ ეტაპზე ვერ დავიწყებთ. აღნიშნული მტკიცებულებები წარმოდგენილი არის, საქმეში არის და გადაცემულიცაა დაცვის მხარესათვის. მადლობა. ეს იყო პირდაპირი მოწოდება ბატონო ვახტანგ პოლიციელებს. რომ რა გაიკეთებინათ? იყო მცდელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზების, მოუწოდებდა მათ არ შეესრულებინათ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობები. მოწოდების შემდეგ მოქმედება ვინმემ განახორციელა? აი პოლიციელმა მაგალითად არ შეასრულა თავის სამსახურებრივი მოვალეობა ამ მოწოდების შემდეგ? ნახეთ, აქ დანაშაული დამთავრდა შესაბამისი მოწოდების, თუმცა დღეს რა თქმა უნდა ჩვენ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით საუბრობთ. ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა თუ არა, ეს შემდგომ ეტაპზე უკვე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დღევანდელ სასამართლო პროცესს არც დისტანციურად არ ჩაერთო. სავარაუდოდ უკვე შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ პროკურატურა შაიშმელაშვილზე ოფიციალურად გამოაცხადებს ძებნას, რაც შეეხება დაკავებულ 15 პირს. მათ ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინათ და დღის განმავლობაში მოსამართლე მათ აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.